მოგესალმებით, ჩემო მეგობრებო, გამომწერებო, იუთუბერლებო. კეთილი იყოს კიდევ ერთხელ თქვენი ჩემს არხზე შემოსვლა და დადგა აპრილი, აი ესეთი თბილი ამინდები შემოვიდა. გაიღვიძა ბუნებამ და ესეთი თემა გვექნება ახლა აპრილის თვე, როგორი იქნება მთლიანობაში ზოგადად ჩვენ ყველასთვის. რას გვიმზადებს აპრილი, რას მოგვიტანს აპრილი და რა თქმა უნდა მესიჯი სამყაროდან აპრილის თვის ყველაზე ასე ვთქვათ ძირითადი ტენდენციები. ხა აქ არის 4 დასტა, მაგრამ აქედან რო ძალიან არ გამიგრძელდეს, თქვენც არ დაგღალოთ. ნუ რა თქმა უნდა ვარიანტი 2 იქნება. უბრალოდ ჯერ მინდა აი ესეთ რაღაც გავაკეთო. ალისტერ კროულის თორცას ვკითხავ. აპრილის თვე და დამატებით კიდე დავდებ სხვადასხვა დასტებს, ან სხვადასხვა ენერგიებს. რომ ერთნაირი არ იყოს და იყოს განსხვავებული და მრავალფეროვანი ინფორმაციაც, რა თქმა უნდა, შესაბამისად იქნება მრავალფეროვანი. თქვენ ჩაიფიქრეთ ახლა აპრილის თვე და მესიჯი სამყაროსგან. აპრილის თვისთვის, ანუ დამახასიათებელი პირველი ვარიანტი, მეორე ვარიანტი. ავიღებ Light of Source. თქვენთან ერთად ვშლი იყო, ხედავთ არა? აპრილის თვე როგორი იქნება მთლიანად. ვინც ახლა ამ ვიდეოს უყურებს და ხართ ჩემი გამომწერი, ან შემოხვედით უბრალოდ, მადლობა პირველ რიგში. მადლობა ჩემ გამომწერებს, მადლობა ყურებისთვის, მადლობა ლაიქებისთვის, მადლობა კომენტარებისთვის, მადლობა ვინც პირადში მიკავშირდებით და ჩემი პირადი, ასე ვთქვათ, კლიენტები ხართ, მადლობა თქვენ. როგორი იქნება აპრილის თვე თქვენთვის ყველასთვის, ვინც ახლა შემოხვედით და არ აქვს მნიშვნელობა როდის, უბრალოდ გაინტერესებთ მთლიანობაში აპრილის თვე და მესიჯი სამყაროდან. თუ იქნება საჭირო, რა ინფორმაციაც მოვა იმის და მიხედვით დავამატებ კარტს, იმიტომ რომ ხომ იცით, რომ ესე მხოლოდ მწირი ინფორმაციით მე არ დავჯერდები, ამიტომ მესიჯი თქვენთვის, აპრილის თვის, ტენდენციები აპრილის თვის. მესიჯი, აი რა მესიჯს გიმზადებთ სამყარო. ერთი, პირველი და მეორე. მოკლედ თქვენ აირჩიეთ ახლა ვარიანტები პირველი, მეორე. ხა დიდ გაშლებს არ ვაკეთებ, იმიტომ რომ დრო მეტია, ვიდეოსაც უჭირს ჩაწერა, მერე ყურებაც არ არის, მოკლედ. ეს იქნება პირველი ვარიანტი, აი ესეთი. და ეს იქნება მეორე ვარიანტი, აი ესეთი. მე მგონი ხედავთ, ხო? კი. მოკლედ დავიწყებთ, არ გვინდა ახლა ბევრი ლაი, პირველი ვარიანტით, აპრილის თვე. გავშალოთ კარტები. პირველ ვარიანტს ამოვიდა კონფლიქტური სიტუაცია, ჩაკეტვა, თუ რამე გზა იყო, გზასთან დაკავშირებული პრობლემა, საქმის გაჩერება, თუმცა იმედი არის სამომავლოდ, ანუ აი ეს თვე რაღაცნაირად გაჩერებულია, იმიტომ რომ გაურკვეველი მდგომარეობაა. მაგრამ იმედიანად უყურებთ, რაც თავარია და ელოდებით რაღაცა საქმეა, ბიზნესია, ფინანსებია, მაგრამ აი ეს აპრილის თვე იქნება ჩაკეტილი.
როგორც გზები იქნება ჩაკეტილი, ასევე საქმიანი შეხვედრები იქნება ჩაკეტილი, ასევე სიტუაცია შეიქმნება ისეთი, რომ აი ესეთი სადარდებელი მდგომარეობა იქნება. მე არ ვიცი ხა რა როგორანაირად, მაგრამ ჯობია იყო გაფრთხილებული, რომ იყო შეიარაღებული, ხო? ამიტომ დიდ იმედებს ამ თვეზე, დაამყარებთ, იმიტომ რომ დავიწყოთ იქიდან, რომ თვითონ სიტუაცია ზოგადად ძალიან არეულია მსოფლიოში. შეწყვეტილია როგორც ფრენები, გზები, ისედაც არასტაბილური მდგომარეობაა და ძალიან დიდი ცვლილებებია კიდე ამ აპრილის თვეში მოსალოდნელი. აქედან გამომდინარე, თქვენი ბიზნესი, თქვენი სფერო, თქვენი საქმიანობა ეფუძნება ამ ყველაფერს. თუ პირადზეა საუბარი, პირადიც ჩაკეტვაა. ყოველ შემთხვევაში ესე იკითხება. ეხლა ვნახოთ რა საფუძველზე იკეტება აპრილის თვე, ანუ პირველი ვარიანტისთვის ვინც ჩაიფიქრა. რა საფუძველი? ანუ რატომ? ხო, მიზეზი. საზღვრების დაცვა. ანუ ეს ხდება სამყაროდან გამომდინარე. იმდენად არასტაბილური სიტუაცია, ყველაფერი დამოკიდებულია იმ ზოგად თლიან ენერგოვიბრაციულ, კოლექტიურ, ასე ვთქვათ, მდგომარეობასთან, რასაც განიცდის ახლა უმრავლესობა ადამიანები. ანუ სამყაროს კარს მაჩვენებენ, რომ პირდაპირ კოსმოსიდან მოდის ეს ყველაფერი. ანუ ის რომ საზღვრები ნამდვილად ჩაიკეტება და ამაზე გაფრთხილებაა, ეს როგორც არ ვიცი, ქვეყნებს, საქართველოსაც ეხება ალბათ. ყოველ შემთხვევაში გაჩერებას გაჩვენებენ, რომ ახალი დასაწყისისთვის ცოტა ხანი მოითმინე, ანუ გაჩერდი, იმიტომ რომ ჯერ კიდე აი იმის ქვეშაა. ეჭვის ქვეშაა რა დაყენებული ეს თვე. თუმცა თქვენთვის, ანუ რაღაცა სიახლე იქნება მაინც, ხა ისი არ არის რომ ყველაფერი ჩაიკეტოს, რაღაცას მაინც გაიგებთ, რაღაცას მაინც გაარკვევთ, მაგრამ ამ თვესთან დაკავშირებით ყველაფერი, ანუ სამყაროდან გამომდინარე. ამიტომ როგორც მინიშნება, ასევე გაფრთხილება არის ის, რომ ცოტა ხანი უნდა დაუფიქრდეთ ამ ყველაფერს, გაანალიზოთ, გაჩერდეთ, არ გინდათ ეს გადაფრენები, გადმოფრენები, შორს მოგზაურობები, ანუ ეხლა ეს ყველაფერი უნდა გადადოთ, ეს აპრილის თვე. არ ვიცი რატომ, მაგრამ ასეთი ინფორმაცია მოდის. იმიტომ რომ მერე სავალალო შედეგები შეიძლება მოხდეს და ეხლა რა გინდათ, ხო? ამიტომ გავჩერდეთ ეს აპრილის თვე. პირველ ვარიანტთან 100-ია. ეხლა ვნახოთ მეორე ვარიანტი. როგორი იქნება მეორე ვარიანტისთვის? მეორე ვარიანტი აპრილის თვე მაჩვენებს ორმაგ ცდუნებას. უკანონო კავშირებს, სექსუალურ აღტყინებას შეიძლება ითქვას. დამოკიდებულებას, უკანონო კავშირებს, დამოკიდებულებას, ცდუნებას და იმ თქვენი სტრესი, ანუ რაღაცა სტრესიდან, რაღაცა არ ვიცი, ჩაკეტილობიდან გამოსვლას ოღონდ ორმაგად რომ, ესე იგი, ჩაერთვები ადამიანი და დაეცემი, ხო, რო იტყვიან აი ამ ბინძურ თამაშებში, ანუ რას ვიცახი, ხო, აღვირახსნილობა მაგალითად, ხო? სექსუალური სიტუაცია, იგივე ფულზე, ანუ მატერიალური, ანუ უფრო მეტად მატერიალური რო ჭარბობს. და ეს ყველაფერი გამოწვეულია იმ ჩხუბიდან, იმ სიცივიდან, იმ სიტუაციიდან, რაც ესე იგი მიიღეთ თქვენ. ეხლა ვნახოთ, აი რატომ გვაჩვენებენ ორმაგად ესეთ მდგომარეობას, ხო? და ამაში თითქოს, ანუ როგორი რაღაცა არის, ამაში იღებთ შვებას. ანუ ძალიან პარადოქსულია მესმის, მაგრამ ხა რაც მოდის ინფორმაცია. მეც კი მიკვირს, ამიტომ თქვენთან ერთად გავშალე კარტები დავაწყე და თქვენთან ერთად ვიძახი, ძალიან დიდი ცდუნება იქნება.
და თითქოს ანუ როგორი მომენტი არის, იცით რომ დავიღალი ამდენი ტრაგედიით და ეხლა მინდა ანუ აი ესეთი გამონათქვამი რომ არაფერი რო აღარ მინდა და ამიტომ რომ გადაეშვები ყველანაირად აღვირახსნილ ასე ვთქვათ ინტიმურ ურთიერთობებში. ანუ რაღაც ამდაგვარია. ესეც ახლა გაფრთხილებაა, რა თქმა უნდა, ხო? და რას მოგიტანთ მაშ ეს სიტუაცია? თუ ბევრი ცდუნება იქნება, თუ ბევრი ესეთი უკანონო კავშირი იქნება, დამოკიდებულება იქნება, აი რას მოგიტანთ საბოლოოდ, ხო? აპრილის თვეზეა საუბარი. რას მოგიტანთ და წარსულიდან წამოსვლას მოგიტანთ. ანუ ეს სიტუაცია დაგაფიქრებთ, რა თქმა უნდა, შემდეგ რო გაიაზრებთ ამას ყველა ვარიანტში ინანებთ. თქვენ კი ხართ თქვენი თავის ბატონ პატრონები ასე თulit და მე ანუ ვდგავარ ფეხზე კარგად და მე რაც მინდა იმას ვაკეთებ. კი ბატონო. მაგრამ მაინც სანერვიულო შეგექმნებათ, იმიტომ რომ შენ სულს აზიანებ. ნახე, შენ როცა შენ იმ სხეულს, რომელიც უფალმა შენ მოგანიჭა, ხო? ადამიანი შექმნა უფალმა თავის მსგავსად და ხატად და შენ მას აბინძურებ. სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით თქვენზე არ არის საუბარი, ზოგადად საუბრობ. და იქცევი ისე, რომ შენი სულისთვის საზიანოა. სულის სიბინძურეზე და ჭუჭყზე აქვს საუბარი. მერე ზიანდები მორალურად, ფიზიკურადაც, რა თქმა უნდა და სულიერადაც და ეს მერე ფსიქოსომატურ გავლენას იქონიებს და მოდის მერე შიზოფრენია სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით. არაადეკვატურობა და სულიერი ტრავმა მოდის, როგორ იცით, რომ აი გეკარგება სიმშვიდე. ამიტომ გაფრთხილებაა, ბევრი ცდუნება იქნება. ასე ხელს ჩაიქნევთ. გასაგებია, რომ დიდხანს ელოდით, სიცივე იყო, რაღაცა მოხდა, were disappointed მაჩვენებს, ხო, ალისტერ კროული. რომ ამ disappointed-დან გამოსვლა გინდათ, გასაგებია. მაგრამ არა ვთქვათ, აი ამ ქვედა სისტემის რო იტყვიან, ხო, დაბალი ვიბრაციის ხარჯზე. უკანონო კავშირები, გარყვნილება, აღვირახსნილობა, დამოკიდებულება, ალკოჰოლი, რაღაც ნივთიერებები, გამაბრუებელი, კაცმა არ იცის კიდე რა, ხო? რაც აზიანებს თქვენს სულს, თქვენს ფიზიკურ სხეულს, თქვენს ჯანმრთელობას. ანუ მე იმას კი არ ვიძახი, რომ თქვენ ესეთები ხართ, არამც და არამც. უბრალოდ გაფრთხილება მოდის. ასეთი ტენდენციები ჩანს და ცდუნება მოდის ძალიან დიდი. ორივე პერსონაჟს ეხება, ასე რომ, რა ვიცი, ნება თქვენია, რას იზავთ, თქვენ გადაწყვიტეთ.